საგამშვიდობისა მოკლე დღის მთავარი ამბების შესახებ, რომელზეც მეცხრე არქის საინფორმაციო სამსახური ამ წუთებში მუშაობს. ამ წუთებში ვრცელდება ცნობა, რომ პოლიციამ იუსტიციის სახლთან მისულ აქციის მონაწილეებს სცემა. ინციდენტი მას შემდეგ დაიწყო, რაც მათ პოლიციის კორდონის გარღვევა სცადეს. 9 საათზე რა მოხდა იუსტიციის სახლის გახსნაზე. 9 საათზე ასევე პატიმრების პროტესტი და ჟურნალისტების პირველი ვიზიტი გლდანის მერვე საპყრობილეში. მსჯავრდებულები მედიას გისოსებზე ბრახუნით შეხვდნენ. ასე აპროტესტებენ ისინი ციხეში წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტებს. დღის მთავარ გამოშვებაში რას ყვებიან მეცხრე არხთან პატიმრები, გრძელდება თუ არა დღემდე მათზე ზეწოლა და რითი ემუქრებიან ციხეში დარჩენილი სასჯელ ახსულების დეპარტამენტის ოფიცრები პატიმრებს. შემოდით სახელი და გვარებს გე სახელი და გვარები ის ყველა სახელი და გვარები აკარიან კიდე შემოდით სიმბოლო იმ ცვლილებების, რაც ბოლო პერიოდში საქართველოში ხდება, სწორედ ასე უწოდებდნენ ხელისუფლების უმაღლესი პირები ჯერ კიდევ რამდენიმე დღის წინ ახალაიების ოჯახს. 9 საათზე ვინ არიან როლანდ, დათა და ბაჩო ახალაიები, ოჯახი, რომელიც საქართველოში წლების მანძილზე აკონტროლებს ძალოვან სტრუქტურებს. რა გზა გაიარა თითოეულმა მათგანმა. 9 საათზე დაპატიმრებულ ქართულ ბიზნესმენთა სია რამდენი მეწარმე იხდის სასჯელს 2003 წლიდან დღემდე საქართველოს საპატიმროებში. დევნილი ბიზნესმენი დავით ბეგიაშვილი 157 კაციან სიას აქვეყნებს, რომელიც სააკაშვილის ხელისუფლებამ გააკოტრა. მათმა ნაწილმა ქონება სახელმწიფო საჩუქა, ნაწილი ქვეყნიდანაა დევნილი, ნაწილი კი ამ დრომდე სასჯელს იხდის ციხეში. რღვევა ნაციონალების კოორდინატორებში ნანახი კადრების შემდეგ დღეს ერთ-ერთმა მათგანმა მმართველი პარტია პროტესტის ნიშნად დატოვა. 9 საათზე რატომ გაუწრუეს ნაციონალებმა იმედი ეკათოდაშვილს. დღის მთავარ გამოშვებაში მმართველი პარტია კლუბ ტრიუმფში ისევ კრებს თავის აქტივისტებს. კბილებით ამყავს გაყანილი. ბავშვები ლოგინად ჩამივარდნენ ამ კადრის მერე. მოდიან და მორას მე მოვედი, იმიტომ რომ ტოვებ დემონსტრაციულად პარტიას, იმიტომ რომ ამას რძენი. სახელი გვარისფერნი ეკათოდაშვილი. ეს და დღის სხვა მთავარი ამბები 9-ზე მეცხრე არხზე მედროებით გემშვიდობით.